რა წერია მეგობარ აქტში. ბევრმა მომწერა და მკითხა, ამიტომ ვეცდები დეტალურად დავხსნა, რამდენად შეიძლება მოკლედ. ანუ რას გულისხმობს საბოლოო ჯამში ეს კანონპროექტი და ზუსტად რა წერია შიგნით. ანუ ყოველგვარი რაღაცა გაზვიადების, ზედმეტი მოლოდინების ან პირიქით დაკნინების გარეშე. რაც ნახე ძირითადად აქცენტი კეთდება იმებზე, სანქციებზე, რაც გასაგებია, რატომაც ხდება, მაგრამ სანქციების ცხადე მნიშვნელოვანია. ეს კანონი მარტო სანქციების ამბავი არ არის. ამიტომ მიყვები და მოვყვები საბოლოო ჯამში მთლიანად მთელ კანონში რა არის შიგნით რა. ანუ იწყება კანონი ზოგადი მიზნებით და ეს მიზანია საქართველოში რუსეთის ფედერაციის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ირანის რეჟიმის გავლენებთან დაპირისპირება. ჩემი აზრით თავისთავად ეს მიზანი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ტყუილად ესეთ ტექსტებში არაფერი არ იწერება. ეს აჩვენებს ამერიკელების გადმოსახედიდან რატომ გახდა საჭირო საერთოდ ამ კანონის მიღება. ანუ მათი გადმოსახედიდან საქართველოში ძლიერდება რუსული, ჩინური და ირანული გავლენები, რაც მოდის წინააღმდეგობაში ამერიკის ინტერესებთან და საჭიროა ამ გავლენებთან ეფექტური დაპირისპირება. ამის გამო გადაწყვიტეს რომ მიიღოთ ეს მეგობარი აქტი. და თუ და როცა ტრამპი ამ კანონს მოაწერს ხელს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ახალი ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ამერიკის ახალი პრეზიდენტი ხელმოწერით დაადასტურებს იგივეს, რომ აქ ძლიერდება რუსული, ჩინური და ირანული გავლენები და ეს მოდის წინააღმდეგობაში ამერიკის ინტერესებთან, მათ შორის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ ახალ საგარეო პოლიტიკასთან, რომელიც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ America First, ანუ ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ჩემი აზრით ეს ესმით კონცეფცსაც და ამიტომ სამენ სისხლს ამ მეგობარი აქტის გამო. მოკლედ რა წერია შიგნით, ანუ კანონი შედგება 8 ნაწილისგან, ან 8 სექციისგან, ამიტომ მეც მიყვები თანმიმდევრობით რა წერია პირველ სექციაში, მეორეში, მესამეში, მეოთხეში და ასე შემდეგ. პირველი სექცია ეხება კანონის სახელს, სადაც წერია, რომ ეს მეგობარი არის სახელი არის აბრევიატურა, თითოეული ASO, MEGO რაღაცა, თითოეული ASO შეესაბამება რაღაც ინგლისურ სიტყვას, მოკლედ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ამიტომ დავიკიდოთ, მაგრამ აბრევიატურაა რა. მეორე სექცია არის ტერმინთა განმარტებები, რაც შეგვიძლია ასევე დავიკიდოთ. მესამე სექცია უკვე მნიშვნელოვანია. მესამე სექცია ეხება იმას, თუ როგორ აფასებს კონგრესი საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას. აქ წერია, რომ საბჭოთა კავშირის დაგრევის შემდეგ საქართველო განიცდიდა პროგრესს, რომ კონსოლიდირებული დემოკრატია საქართველოში მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისთვის და ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით, რომ არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება არის მზარდად მტრული, ეგეთი წერილი წერია, მზარდად მტრულად განწყობილი და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების და დასავლეთში მათი პარტნიორების მიმართ და ამავე დროს უფრო ეხუტება რუსეთს, ჩინეთს და სხვა ანტიდასავლურ ავტოკრატიულ რეჟიმებს, რომ ამერიკის ინტერესებშია საქართველოში დემოკრატიის დაცვა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა, სანამ ოცნება ერთი არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ სურვილებს და მეორე არ დაუბრუნდება კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის მესამე სექცია. მეოთხე სექცია, ჩემი აზრით ასევე მნიშვნელოვანი, ეხება ამერიკის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ანუ ამ კანონით განისაზღვრება როგორ იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. აქ წერია, რომ ამერიკის პოლიტიკა არის შემდეგი: ხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, ხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, აქ ზოგადად მთავრობა იგულისხმება და არ იგულისხმება კონკრეტულად ქოცები ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და მომავალში რუსეთის შეზღუდული სამხედრო აგრესიისგან დაცვაში, ხარი დაუჭიროს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეფორმების პაკეტზე მუშაობას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით, აქ იგულისხმება ის 9 პუნქტი, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ საქართველოსთვის შესასრულებლად თუ საქართველოს უნდა გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ ქოცები დააბრუნებენ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამერიკა გადააფასებს არსებულ პოლიტიკას და გადახედავს დახმარების საკითხს, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. წერია, რომ ხას უსვამენ, რომ რუსეთთან ზედმეტად ხდება ჩახუტება და ეს არ უნდა ხდებოდეს. ასევე ამ თავში საუბარია თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, შეკრების და მანიფესტაციის უფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და იმაზე, რომ აუცილებელია სწრაფად პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირებზე, რომლებმაც ხელი შეუწყეს ამ სფეროში მდგომარეობის გაუარესებას ამ სფეროებში. წერია, რომ უნდა გაგრძელდეს სამოქალაქო საზოგადოების ხარდაჭერა. წერია, რომ ხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ შეძლონ პროტესტის თავისუფლად გამოხატვა. წერია, რომ ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს და მათ მიმართ წარმოებული ყველა საქმე უნდა გაუქმდეს. ასევე წერია, რომ უნდა მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიება და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არჩევნები გააყალბა.
გაყალბება არ წერია ვინ ჩაერია არჩევნებში, მაგრამ სინამდვილეში გულისხმობა ცხადია გაყალბება. ანუ ამ კანონით დღეს ამ მომენტში ასე განსაზღვრავს ამერიკის კონგრესი აშშ-ის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ეს საკითხები რაც ჩამოთვლილი ამ სექციაში არის ის რაც ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის კონგრესისთვის საქართველოსთან მიმართებაში. ანუ კიდევ უფრო რომ დავაწვრილოთ და გასაგები იყოს რომ ის რომ აქ წერია რომ ყველა პოლიტიკმანი უნდა გათავისუფლდეს, ეს არ არის რაღაცა ჯო ვილსონის ხუშტური, არამედ ეს არის ამ კანონის სენატის მიერ დამტკიცების და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ეს იქნება აშშ-ის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი საქართველოსთან მიმართებაში. შემდეგი სექცია მეხუთე სექციის სახელი არის ანგარიშები და ბრიფინგები. ამ სექციაში საუბარია იმაზე, რა ტიპის ანგარიშების და ბრიფინგების მომზადებას ავალებს კონგრესი აღმასრულებელ შტოს. აქ ორი ტიპის დოკუმენტის მომზადებაზეა საუბარი და ჩემს ესენც მნიშვნელოვანია. პირველი ეს არის ანგარიში რუსეთის სპეცსამსახურების აქტივების შესახებ საქართველოში. აქტივებში ცხადია შენობები არ იგულისხმება, ცხადია აქ იგულისხმება პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურებზე. ესეთი ანგარიში უნდა მომზადეს 180 დღეში, ანუ 6 თვეში და ის უნდა მოამზადოს სახელმწიფო მდივანმა. აქვე ნახსენებია რომ რუსეთთან ბმაში იგივე უნდა გაკეთდეს ჩინეთის აქტივებზე და იმაზე თუ როგორ თანამშრომლობენ რუსეთი და ჩინეთი საქართველოში. მეორე დოკუმენტი ეხება რომელიც უნდა მოამზადოს ასევე სახელმწიფო მდივანმა არის აშშ-ის 5 წლიანი სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობაზე. ანუ ეს დოკუმენტი უნდა მომზადდეს 90 დღეში, ანუ 3 თვეში. ეს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს აღწერას რა ხდება დღეს საქართველოში, შეფასებას უნდა დარჩეს თუ არა საქართველო მეორე ადგილზე ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ისგან დახმარების მიმღებ ქვეყნებს შორის, ანუ როგორც ჩანს მეორე ადგილზე ვართ, დახმარების მოცულობით ალბათ პერ კაპიტა ანგარიშობენ, რამდენს ვიღებთ. უნდა მოიცავდეს ასევე შეფასებას, უნდა გაგრძელდეს თუ არა გააგრძელოს თუ არა აშშ-ში ინვესტირება საქართველოსთან მეგობრობაში, უნდა მოიცავდეს გეგმას როგორ შეიძლება გააგრძელოს აშშ-ში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა და ასევე უნდა მოიცავდეს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რამდენად უნდათ ქოცებს ვაჭრობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ანუ ჯამში ორი დოკუმენტის მომზადებაზე საუბარი, ერთი ეს არის ანგარიში რუსული სპეცსამსახურები, აქ ვისი საშუალებით მუშაობენ საქართველოში, ეს უნდა გაკეთდეს 6 თვეში და მეორე როგორ უნდა შეიცვალოს ამერიკის სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში ქოცების გამო და გაიწეროს რაღაცა 5 წლიანი ხედვა. მე-6 და ალბათ ყველასთვის საინტერესო ნაწილი არის სანქციები და ამ თავს ესეც ქვია, ამ სექციას ესეც ქვია სანქციები, ტერმინთა განმარტები რომ გამოტოვოთ, შემდეგ მოდის პირველი სანქცია, რომელიც სახელწოდებაცაა საქართველოს მთავრობის და სხვა ინდივიდების დაუშვებლობა, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვაში. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს აქცია 90 დღეში, ანუ 3 თვეში პრეზიდენტმა, იმიტომ რომ წინა რედაქციაში სახელმწიფო მდივანზე იყო ეს ამბავი დაკისრებული, როგორც მახსოვს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს ასეთი ხალხის სია, ამ სიაში შეიძლება მოხდეს ეს მნიშვნელოვანია, ამ სიაში მოხდეს ყველა ქოცი, ვინც 2014 წლის 1 იანვრიდან იყო პარლამენტის წევრი, პლუს ყველა ქოცი, ვისაც ოცნებაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეკავა რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა. პლუს არის გულისხმობა, რომ ორი კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ ყველა შეიძლება მოხდეს, ვინც პარლამენტის წევრი იყო 2014 წლიდან, 2014 წლის 1 იანვრიდან და პლუს ცალკე ყველა ქოცი, ვისაც ოცნებაში პარტიაში მთელი ამ წლების განმავლობაში ეკავა რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა. ანუ გავიმეორებთ ყველა ქოცი, ვინც 2014 წლის 1 იანვრიდან იყო პარლამენტის წევრი და პლუს ყველა ქოცი, ვისაც ოცნებაში პარტიაში ეკავა რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა, ანუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რამდენი ხალხია, რომელიც იყო ქოცების პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი, რომლებიც ეხლა აღარ არიან ქოცები, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება მოხდნენ ამ სიაში, იმიტომ რომ ასე წერია აქ. ასევე ამ სიაში შეიძლება მოხდეს ყველა ქოცი, რომელსაც უკავია ეხლა რაიმე წამყვანი თანამდებობა სამართალდამცა, უშიშროების, მართლმსაჯულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემებში. ანუ გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები და ისინიც კი შეიძლება მოხდნენ ამ სიაში. ესეც ასევე წერია პირდაპირ. და ბოლოს ამ სიაში შეიძლება მოხდეს ზედა 2 პუნქტში ჩამოთვლილი ხალხის ოჯახის უშუალო წევრები. და ესეც ზუსტად ასე წერია. ანუ ყველა ვინც 2014 წლის 1 იანვრიდან იყო ქოცებიდან გასული საქართველოს პარლამენტში, ყველა ვისაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების პარტიაში ეკავა რაიმე წამყვანი თანამდებობა, ყველა ვისაც ეკავა წამყვანი თანამდებობა სამართალდამცა, უშიშროების, მართლმსაჯულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემებში და პლუს ამათი ყველას ოჯახის წევრები შეიძლება მოხდნენ ამ სანქციებში. რას ნიშნავს თვითონ ეს სანქცია? ანუ ეს ეგრეთ წოდებული დაუშვებლობა, რომელიც შეეხება ამ ხალხს. ამ ხალხს ერთი ვაეგზალებათ აშშ-ში შესვლა, მეორე ეს ხალხი ვერ მიიღებს ამერიკის ვიზას და მესამე თუ უკვე აქვთ აშშ-ის ვიზა, ამ ვიზის გაუქმა მოხდება მყისიერად.
ამ სანქციას აწესებს პრეზიდენტი. აქტის მიღებიდან 90 დღეში სახელმწიფო მდივანი წარუდგენს კონგრესს ანგარიშს იმის თაობაზე, თუ ვისი დასანქცირება მოხდა და რატომ. ანუ თავი რომ დავანებოთ იმას, რომ რაღაც ორი დოკუმენტი მზადდება, რომელიც რაღაცა დრო ჭირდება, ესენი ბეროთ რო ჩქარად არის გაკეთებადი და პრეზიდენტი შეუძლია გააკეთოს შემდეგი 3 თვის განმავლობაში და 3 თვის თავზე უკვე სახელმწიფო მდივანმა ანგარიშნა ჩააბაროს კონგრესს, ვინ დასანქცია, რატო დასანქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ მოდის მეორე სანქციის ტიპი, რომლის სახელწოდება სანქციების დაწესება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო. აქ ცოტა განსხვავებული ვორდინგია, ანუ ზედა სანქციების ნაწილში თუ წერია, რომ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ეს, აქ ცოტა რბილი ლექსიკაა გამოყენებული და წერია პრეზიდენტს შეუძლია. რა შეუძლია პრეზიდენტს? დაუწესოს სანქციები ყველა იმ პირის, ვინც პირდაპირ ირიბად, ასე ისე ბევრი რაღაცები წერია, ვრცელი ჩამონათვალია, რამენაერად მიზნად ისახავდა ან ძირს უთხრიდა საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე იმ პირებს, რომლებიც იყვნენ ლიდერები ან ოფიციალური წარმომადგენლები ისეთი ორგანიზაციის, რომელიც აკეთებდა იგივეს, ანუ ძირს უთხრიდა ამას, იმას და ასე შემდეგ. ასევე ასეთი ხალხის ოჯახის წევრებს. ამ შემთხვევაში რა სანქციებზე არის საუბარი? თუ ამ ხალხს გააჩნიათ პირდაპირ ან ირიფრობელობაში რაიმე აქტივი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა ასეთი აქტივი გაიყინება. ანუ იქ თუ აქვთ უძრავი ქონება, ფული, აქციები, რა ვიცი, ნებისმიერი რამე, ყველაფერი გაიყინებათ. ასევე აეგზალებათ ასეთ აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია, ვერ გაყიდიან, ვერ გადარიცხავენ და ასე შემდეგ. რო შევაჯამოთ, ანუ სანქციების ეს მეორე ნაწილი, აშშ-მ თუ გადაწყვიტა, რომ რომელიმე ქოცი ძირს უთხრიდა საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში თუ რამე გააჩნია, ყველაფერი გაიყინება და ყველანაირი ტრანზაქცია გაუჩერდება. ანუ აშშ მისთვის იქნება რაღაცა ხელმიუწყობელი სამყარო. ნუ აშშ პირობითად, იმიტომ რომ თუ აშშ ეს სანქცია დაადო ვიღაცა, ჩათვალეთ რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროში იქნება ფარია. შემდეგ მოდის სხვადასხვა პროცედურული საკითხები, რომელიც შეგვიძლია დავიკიდოთ და შემდეგ მოდის სანქციის მესამე ტიპი, პირობითად მესამე, იმიტომ სინამდვილეში მეორეს ნაწილი არის, რომელიც არის დაკავშირებული კორუფციასთან და ესეც ვია კორუფციასთან დაკავშირებული სანქციები. აქაც პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს ვინ დასანქცირდება, აქაც წერია უნდა, ანუ შეუძლია კი არა, უნდა. აქტის მიღებიდან 180 დღეში პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ ვინ არის აქ ჩართული კორუფციაში და ძირს უთხრის მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ანუ ვინები დაასანქცირა, როდის დაასანქცირა და რატომ დაასანქცირა. 180 დღეში, ანუ ესეც 3 თვეში. 3 თვეში შეიძლება აქ ვიღაცებს უკვე თავზე ჩამოექცეთ ყველაფერი. კორუფციაზე იგივე ტიპის სანქციები, ეს არის აქტივების განყიდვა და ტრანზაქციების აკრძალვა. შემდეგ მოდის რაღაცა გამონაკლისებზე ჩანაწერები და როგორ შეიძლება ეს სანქციები მოიხსნას და ასე შემდეგ, რაც შეგვიძლია დავიკიდოთ. რო შევაჯამოთ სანქციების ნაწილი, რომ გასაგები იყოს, ჯამში საუბარია ორი ტიპის სანქციაზე. ერთი ეხება აშშ-ში ვეღარ შესვლას, ვიზებზე უარს და არსებული ვიზების გაუქმებას. ამ ტიპის სანქცია შეიძლება მოხდეს, ამ ტიპის სანქცია შეიძლება შეეხოს, აქ შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქოცი. მოყოლებული 2014 წლის 1 იანვრიდან, ვინც რაიმე წელი შეიტანა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკაში და პლუს მათ ოჯახის წევრებს. და მეორე სანქცია ეხება აშშ-ში აქტივების დაბლოკვას და ტრანზაქციების აკრძალვას, ანუ ეს უფრო ფინანსური ტიპის სანქციები არის. ეს სანქცია შეიძლება შეეხოს იმ ქოცებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, ან ძირს უთხრიან ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. და პლუს მათ ოჯახის წევრებს. ანუ სულ ორი ტიპის სანქცია, ერთი ეხება ვიზებს ამერიკაში ვერ შესვლას და ვიზების გაუქმებას და ის შეიძლება შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული რამენაერად ხელს უწყობდნენ, რომ დაბლოკილიყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მეორე ტიპის სანქცია, ეს არის ფინანსური სანქციები, რომლებიც აქტივების განყიდვას და ტრანზაქციების გაჩერებას ეხება, რომელიც შეიძლება შეეხოთ იმ ქოცებს, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლული ერთი ან მეორე მხრივ ხელუძიის უთხრიდან ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ანუ ესაა სულ სანქციებზე. შემდეგი მეშვიდე ნაწილი სექცია ეხება საქართველოსთვის დახმარებას. აქ წერია, რომ თუ დადასტურდება, რომ საქართველოს დაუბრუნდა დემოკრატიის შენებლობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რაც პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს, უნდა გაძლიერდეს აკადემიური გაცვლები და რაღაცა ადამიანებს შორის კონტაქტები და ასე შემდეგ და პლუს შენარჩუნდეს ან საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს სამხედრო დახმარება, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში თავდასხმაზე არის საუბარი. აქ სამწუხაროდ პირველი რედაქციისგან განსხვავებით აღარ არის საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე, არც ვიზა ლიბერალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ეწერა პირველ რედაქციაში, ანუ ისე აჯვეს ქოცებმა ამ ამბავში, რომ ეს საკითხი საერთოდ აღარ განიხილება ამ ეტაპზე. და ბოლო მერვე სექცია ეხება ვადებს და სადაც წერია, რომ ეს აქტი ძალაშია მიღებიდან 5 წლის განმავლობაში. ესაა სულ ჯამში, რაც წერია ამ მეგობარი აქტში და რამდენიც არ უნდა იძახონ ხა ამ სირებმა, რომ რაღაცა deep state და რაც არ უნდა იყვირონ, კიდეაში პატრონი აქვთ მოტყმული. Cheers.